Well, so greetings to our friends and guests here. This session was planned to be in Georgian, so I apologize if there is something not clear. You can ask questions and I can answer in English. And of course, the slides are in English. Okay. ესე იგი ჩვენ ვლაპარაკობთ ახლა დღეს ბაქტერიოფაგების ეკოლოგია, მრავალფეროვნება, ფაგობის მნიშვნელობა ძალიან მოკლედ ყველაფერს სხვადასხვა. რომ დროში შეზღუდულები ვარ და რა თქმა უნდა ფაგები როგორც ანტიბიოტიკის ალტერნატივა. ნუ ახლა ვიწყებთ იმით, რაზედაც სულ იყო ლაპარაკი წინა სესიაზე ის რომ ახალი ანტიბიოტიკების შექმნა არის ძალიან გაძნელებული და ეს არის ერთადერთი პარადოქსია, ვთქვათ, ახალი ანტიბიოტიკების შექმნა არის გაძნელებული, რომ ესე იგი აი მაგალითად 2007-დან 2023 წლამდე სულ 13 ანტიბიოტიკი შემოვიდა დარეგისტრირდა, ასე ვთქვათ, ევროპაში და აქედან მხოლოდ 2 იყო მართლა ნამდვილად ახალი, ანუ რომელიც ახალ კლასს და ახალ ჯგუფს მიეკუთვნებოდა. ის როლებიც აციენტობაქტერ ბაუმანის საწინააღმდეგო დანარჩენები იყო მხოლოდ მოდიფიკაცია არსებული ანტიბიოტიკების და ეს რიცხვი საერთოდ ძალიან დაბალია. ამიტომაც არის რომ ესე იგი აი ეს სლაიდია თუ დიაგრამა კი ცოტა ძველია, მაგრამ ნუ ჩვენი პრეზენტაციებიდან გადადის პრეზენტაციიდან პრეზენტაციაში. და სწორედ ამიტომაც არის რომ ესე იგი ძალიან იზრდება, გაიზარდა ინტერესი სხვა ალტერნატიული საშუალებების მიმართ და ერთ-ერთი რა თქმა უნდა არის ბაქტერიოფაგების. ისე როგორც აქ ჩამოთვლილია რომ ბევრი სხვა კიდევ საშუალება შეიძლება იყოს, მაგრამ მათგან ყველაზე უფრო იმედის მომცემად განიხილება ბაქტერიოფაგები. აი მადლობა. და სწორედ ესე იგი ვიწყებთ იმითი რა მნიშვნელობაც აქვს და რაზე არის აგებული თქვენი ფაგოთერაპია, იმიტომ რომ ჩვენ ვლაპარაკობთ მაინც იმ ბაქტერიოფაგებზე, რომლებიც თერაპიისთვის შეიძლება გამოვიყენოთ და სამედიცინო სფეროში და ეს არის სწორედ საყვარელი გამოთქვა ფელიქს ტერელის, რომ ჩემი კრისტელი, ჩემი მეგობარი, ძველი ჩინური ანდაზაა, ბევრი იყენებდა ალბათ, მაგრამ ერთ-ერთი იყო ფელიქს ტერელი, რომელსაც უყვარდა ეს და რომელსაც არის დაფუძნებული, თქვათ, ფაგოთერაპია. ნუ ეს არის ჩვენი ინსტიტუტის ერთ-ერთი ცნობილი ფოტოფაგების ძალიან კარგი ჩემი აზრით, რომელსაც ჩანს ეს პროტეოს მირაბილისი და მისი ბაქტერიოფაგები, როგორ ესმიან თავს ამ ბაქტერიას. ნუ ახლა ისტორიაც ბაქტერიოფაგის აღმოჩენის ისტორია და შემდგომშიც ხალხთან ზიან მანამდე ისაუბრა, ვინც ესწრებოდა წინა სესიას. რაღაცა გარკვეული კუთხით მან უკვე ისაუბრა და სწორედ აი ეს მნიშვნელოვანი ეტაპები არის ამ დიაგრამაზე აღნიშნული, აი ამ სადაც ჩანს, რომ რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გარდა ფელიქს ტერელის აღმოჩენისა ჩათვლილი არის სწორედ ბაქტერიოფაგების ინსტიტუტის შექმნა 1923 წელს. და ფელიქს ტერელი იყო ის, რომელსაც სახელი დაარქვა ამ მოვლენას, სწორედ მანამდეც იყო რაღაცა კვლევები, სხვა მეცნიერების, რომლებიც თქვათ ვერ არქმევდნენ ამას, ვერ ხსნიდნენ ინტერპრეტაციას, ვერ უკეთებდნენ. თქვათ შორის ასევე გიორგი ელიავასაც ჰქონდა მსგავსი დაკვირვებები. და მე როგორ ფელიქს ტერელთან ერთად გაიზია. ეხლა ამ ინსტიტუტზე არ ვიტყვი ხარ, იმიტომ რომ ამას ცალკე მოკლე პრეზენტაცია კიდე და თქვათ იმას მე მოვაყოლებ. მაგრამ ეხლა ვილაპარაკოთ იმაზე, რა არის ბაქტერიოფაგები. რომ ეს ვირუსების ბაქტერიებია, ბაქტერიების ვირუსებია. და შესაბამისად, მათ ყველა ის მახასიათებელი აქვს, რაც ვირუსებს ნახონდეთ, ანუ ორი კომპონენტისგან შედგება, რომ ეს უნდა აუცილებლად იყოს ცილოვანი კაფსიდით ნუკლეინშავა ერთ-ერთი სახის, ან დნმ ან რნმ, ის შეიძლება იყოს ძირითადად ორჯაჭვიანი, მაგრამ შეიძლება იყოს ერთჯაჭვიანიც, ხო? მაგრამ რა თქმა უნდა, ორივე ერთად არა, ორივე ნუკლეინშავა ერთად არა, და გარემოში ეს ბაქტერიოფაგები არიან ძალიან გავრცელებული. და მათი რიცხვი პროკარიოტების რიცხვს აღემატება ბიოსფეროში ყველგან შეიძლება შეხვდნენ. შეიძლება ყველგან გარემოს ყველა ესე იგი ბიოსფეროს ყველა სექტორში, ყველა ნაწილში ეკოსისტემაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რასაც ხაზს უსვამთ თერაპიის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, რომ ის ბაქტერიოფაგები ჩნდება ცოცხალ ორგანიზმებში. ადამიანებში, ცხოველებში, მცენარეებში და ასე შემდეგ.
აღწერილია ბევრი სხვადასხვა გვარის 150-ზე მეტი გვარის ბაქტერიების მიმართ ფაგები შესწავლილია, მაგრამ ის უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის სხვა შრეთი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იმდენია რაოდენობრივად, რომ ამის შესწავლას კიდევ ბევრი დრო და ალბათ ენერგია დასჭირდება. თუმცა ყველაზე მეტად გავრცელებული და უფრო პრობლემატური ხანდახან ბანალური ინფექციების შემთხვევაში უფრო შეიძლება გამოყოფილი და დახასიათებულია ფაგები. ახლა ფაგებს ლიზური სპექტრი ვირულენტური ფაგების რა თქმა უნდა არის ასეთი, რომელიც გულისხმობს აბსორბციას, შემდეგ ესე იგი ნუკლეინჟავის, ასე ვთქვათ, გუშის პრინციპით შეშვებას უჯრედში, შემდეგ უკვე რეპლიკაციას ნუკლეინჟავების, ბიოსინთეზურ პროცესებს, აწყობას და ბოლოს გამოსვლას უჯრედიდან იმისას, რომ შემდეგი უჯრედი დაინფიციროს. ეს არის კლასიკურად ვირულენტური ტიპის ფაგებისთვის, თუმცა არსებობს ზომიერი ფაგებიც, როდესაც ხდება ინტეგრაცია ბაქტერიული უჯრედის გენომთან. მაგრამ ის სხვა გზით ვითარდება. ჩვენ როდესაც შეიძლება ერთი და იგივე ფაგს ორივე ტიპის, ვთქვათ, ციკლი კონდეს გამოავლინოს ორივე ტიპის ციკლის მონაწილეობა. თუმცა ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ შევარჩიოთ ფაგები, რომლებიც მკაცრად მიყვებიან ამ ლიზისური ტიპის გამრავლების ციკლს. ეხლა რაც შეეხება თვითონ ფაგების კვლევას, ფაგების კვლევის კლასიკური მეთოდები არსებობს, სტანდარტული, რომელიც ჯერ კიდევ დერელის დროიდან არის დაწყებული და აღწერილია, ვთქვათ, ბევრ ასეთი მეთოდურ სახელმძღვანელოში და რომლებიც თითქმის უცვლელია დღემდე, რომლის გარეშეც შემდეგი ეტაპები ახდება ხოლმე, ეს არის კლასიკური მეთოდები, მათი გამოყოფის, გამრავლების და ასე შემდეგ, კონცენტრირების, მაგრამ ორი აუცილებელი მეთოდია, რომელიც გვჭირდება ფაგების კვლევაში, უფრო მაღალტექნოლოგიური, ეს არის ელექტრონული მიკროსკოპია, გამჭოლი ძირითადად, თუმცა შეიძლება სხვა ტიპის მიკროსკოპიაც იყოს, ახლა თანამედროვე მიკროსკოპები კიდევ სხვა. ეხლა ჯონათანს ჰქონდა ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი მოხსენება იმაზე, რომ რამდენად სხვა უფრო გაცილებით კომპლექსური სისტემები იყოს გამოყენებული ვიზუალიზაციისთვის და გენომის სეკვენირება არის ასევე აუცილებელი ეტაპი დღეს. იმისათვის, რომ ჩვენ დავახასიათოთ ბაქტერიოფაგები, ბაქტერიული ვირუსები. ნუ მე ყველაფერი ამის გათვალისწინებით, ახლა შეგვიძლია ეს მრავალფეროვნება წარმოვადგინოთ, მრავალფეროვნება ბაქტერიოფაგების, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა მორფოტიპებს მიეკუთვნებოდეს. ძირითადად ჩვენ ვლაპარაკობთ მაინც კუდიან ბაქტერიოფაგებზე, ანუ კაუდორისეტას, ეგეთი კლასია. რომელსაც მიეკუთვნება ძირითადად თერაპიული ფაგები და რომელსაც ჩვენ ყველაზე მეტად ვსწავლობთ. თუმცა არსებობს აი კითხვების ხო ფილამენტურებს თუ ვსწავლობთ და ფილამენტური ფაგების რა თქმა უნდა არსებობს და საინტერესოა. და ის სხვა მიზნით გამოიყენება, სხვა შორის ის სხვა ტექნიკებში გამოიყენება, ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს მედიცინაში, მაგრამ არა ფაგოთერაპიისთვის. როგორც ხედავთ, აქ ბევრია ასეთი სხვა ფაგების მრავალფეროვნება, ასევე გენომების მრავალფეროვნებას ეს გულისხმობს აუცილებლად. განსაკუთრებით ზომის მიხედვით შეიძლება მათი კატეგორიზაცია. მაგალითად, მცირე ზომის გენომი, რომელიც 25 კილო იმაზე 1000 ნუკლეოტიდურ წყვილზე ნაკლებია, თქვა საშუალო ზომის 25-დან ასე და ასე მეტი. აი კლასიკური ფაგი გვაქვს, T4 ფაგი, რომელიც ყველაზე კარგად არის შესწავლილი, შეიძლება ითქვას დახასიათებული და მისი გენომის ზომა 70,000 წყვილ ნუკლეოტიდამდეა. რაც გულისხმობს დაახლოებით 300 გენური პროდუქტის არსებობას წარმოქმნას. ძალიან საინტერესო ამ ბოლო დროს დიდი ყურადღება ექცევა ეგრეთ წოდებული ჯამბო ფაგებს, რომელსაც აქვს დიდი გენომი 200 კილო ნუკლეოტიდურ წყვილზე უფრო მეტი. და ასევე შესაბამისად მორფოლოგიურადაც მათი, ვთქვათ, თავი, კაფსიდი შეიძლება იყოს უფრო დიდი ზომის. ყველაზე დიდი ფაგი, რაც ამ დროისათვის არის ნანახი, ეს არის ბაცილუს მეგანტერიუმის ბაცილუსების ფაგი, J1, რომელიც G1 უბრალოდ, რომელსაც აქვს ესეთი თითქმის 600-ზე მეტი ნუკლეოტიდური წყვილის მქონე გენომი. ძალიან დიდი გენომი არის, გიგანტური შეიძლება ითქვას, რომელიც შეიძლება მიესადებოს კიდევაც მცირე, ვთქვათ, უჯრედში და ბაქტერიების გენომის ზომასაც კი. ეხლა ძალიან საინტერესოა და ვაღნიშნეთ ჩვენ, რომ ფაგები არის გავრცელებული ყველგან და მათ შორის ცოცხალ ორგანიზმებში. აი ამ საკითხს რო დავუბრუნდეთ, ახლა ეს არის ლაპარაკი იმაზე, თუ რა როლი შეიძლება ჰქონდეთ ფაგებს ჯანმრთელობაში და დაავადებაში.
ითვლება რომ ყოველდღიურად ჩვენ ყოველთვის გვაქვს შეხება, ზოგადად გვაქვს შეხება გარემოსთან და ჰაერში, წყალში, ვთქვათ, საკვებში არსებულ ბაქტერიოფაგებს ვიღებთ ასე ვთქვათ, შევითვისებთ და აქ აი სწორედ ჯერემი ბარის მიერ დათვლილი რომ ეს შეიძლება იყოს 30 მილიარდი ფაგი დღის განმავლობაში. ეს ძალიან დიდი ციფრია, ხო? და რა თქმა უნდა, ესე იგი მათი დამაგრება ყველასი არ ხდება ორგანიზმის ნაწილი უკან გამოდის, რა თქმა უნდა, მისი გამოყოფაც ხდება ასევე, მაგრამ განსაკუთრებით მჭიდრო კავშირები წარმოიქმნება ლორწოვანთან და ლორწოვანის მიერ სეკრეტირებულ მუცილებთან და ამიტომაც მათი კონცენტრაცია თითქმის 4-ჯერ მეტია, ვიდრე ის, რასაც ისინი იღებენ აი ესეთ ლორწოვან შრეებში, ხო? და აქ წარმოდგენილი არის აი ეს ჩასწორეს ჩემი ის არის. აქ წარმოდგენილი არის სწორედ ადამიანის ვირომის შემადგენლობა, სადაც როგორც ხედავთ, უმრავლესობა არის ფაგები. უმრავლესობა არის ფაგები, გაცილებით მეტი, 50,000-ზე მეტი გენი წარმოდგენილი. მაშინ როდესაც 13 და 40 გენი აქვს თქვათ ადამიანის ვირუსებს, დნმ შემცველ და რნმ შემცველ ვირუსებს. იმდენად ჭარბობს ფაგების რაოდენობა. და სწორედ აი ესეთი დიდი რაოდენობის ფაგების არსებობა ჩვენ ორგანიზმში ითვლება, რომ ქმნის რაღაც ერთწოდებულ სხეულის შიდა ფაგობს, რომელსაც გარკვეული მნიშვნელოვანი ფუნქციები გააჩნია, კერძოდ მათ შეუძლიათ, რომ იყვნენ იმუნური პასუხის, იმუნური სისტემაში, იმუნური პასუხის მოდულატორები და იმდენად რამდენიც ისინი შეიძლება შედიოდნენ სიმბიოზურ ურთიერთობაში, თქვათ მაგროორგანიზმთან, მის დამცველობით. ძალებთან და წარმოადგენენ ეგრეთ წოდებულ არა მასპინძლის მიერ განპირობებულ დაცვას, ხო? და ესეთი ფუნქციული ბარიერი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პრევენცია იმისაც, რომ შემოჭრა არ მოხდეს, თქვათ, არასასურველი პათოგენების, თქვათ, ისევე როგორც აღდგენა მოხდეს შემდგომ თვითონ ასე ვთქვათ, იმ პოპულაციის მიკრობების, რომელიც შეიძლება დაზიანდა, თქვათ, სხვა ნივთიერებების, მაგალითად ანტიბიოტიკების მოქმედების შედეგად. აი სლაიდი გვიჩვენებს ჩვენ, რომ თქმის ყველა ორგანოს სისტემაში ხვდებით ჩვენ ფაგებს. სხვადასხვა რაოდენობით, ყველაზე მეტი რაოდენობით არის საჭმელო სისტემაში ნაწლავებში და შეიძლება იყოს სხვადასხვა მორფოლოგიური ტიპები წარმოდგენილი. როგორც წესი, თითქმის სამივე ტიპი არის ხოლმე, მხოლოდ შეიძლება იყოს გარკვეული, ვთქვათ, ისეთი ორგანოები, სადაც ერთი ტიპის მუროტიპის ფაგები შეხვდეს. აი სწორედ ეს სლაიდი ჩვენ გვიჩვენებს, ესე იგი, იმას თუ რა შეიძლება როგორ მოქმედებდეს ფაგები სხვა დაავადებისა და ჯანმრთელობის ან ჰომეოსტაზის და დისბიოზის შემთხვევაში. იქ როცა ესე იგი პროტექტული, ანუ დამცველობით ფაგების პროლიფერაცია ხდება, ანუ გამრავლება და ასევე შესაბამისად დამცველობითი უნარის მქონე ბაქტერიების და შესაბამისად ბალანსებული მოქმედება ასევე იმუნური სისტემის კომპონენტების და ყველაფერი ეს ერთობლივად ჰომეოსტაზს განაპირობებს. შემდეგ რაღაცა სტრესის ზეგავლენით ვიცით, რომ ბევრი სტრესი შეგვიძლია ფიზიკური, ემოციური, გარემოდან გამოწვეული, სხვადასხვა მოქმედება და ასე შემდეგ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცვლილება და ამ ცვლილების შედეგად სწორედ მოხდეს ან პირიქით შეიძლება იყოს ჯერ ამის ცვლილება და შემდეგ მოხდეს ვთქვათ ის დისბიოზის განვითარება, როდესაც იცვლება შემადგენლობა. როგორც ვირუმის შემადგენლობა, ასევე შესაბამისად იცვლება თვითონ მიკრობიოტას ნორმალური მიკრობიომის შემადგენლობაც და ხდება ინვაზია უკვე არასასურველი ვთქვათ სახეობების, ბაქტერიების სახეობების, რომლებიც შეიძლება ვთქვათ აღწევდნენ ამ ეპითელიურ შრეებში. და შესაბამისად თვითონ იმუნური სისტემის ფუნქციონირებაც არის დარღვეული. და სწორედ აქედან მოდის კითხვა, რამდენად ჩვენ შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ფაგები იმისაც, რომ მოვახდინოთ ამ ბაქტერიული პოპულაციების მანიპულირება და რაც თავარია რაღაცა მიზან მიმართულად შეიძლება მოვახდინოთ გარკვეული არასასურველი ვთქვათ ბაქტერიების ერადიკაცია ვთქვათ ორგანიზმიდან. და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზანი ფაგოთერაპიის და ჩვენ ამ შემთხვევაში ვლაპარაკობთ ადამიანების ფაგოთერაპიაზე.
როცა ვთქვით, რომ თბილი გრძელობა 17 წელს აღმოაჩინა ფენომენი ბაქტერიოფაგის, ფაქტობრივად იქვე დაიწყო მკურნალობა. ბევრი არ ვფიქრია, იქვე დაიწყო მკურნალობა და ესე გამოიყენა ფაგი დიზტერით დაავადებული 12 წლის პაციენტის სამკურნალოდ ძალიან წარმატებულად. შემდეგ უკვე დერმატოლოგიაში მოხდა გამოყენება ფაგების და შემდეგ უკვე ფელიქს წეროს ჰქონდა ძალიან დიდი მასიური გამოყენება ფაგების ინდოეთში, როდესაც ის ცდილობდა ქოლერის და შავი ჭირის აფეთქებების დროს გამოეყენებინა. აქ იყო როგორც წარმატებული შედეგები, ასევე იყო თქვათ რაღაცა და საწინააღმდეგო, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან დიდი მასშტაბი იყო და ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება არც იყო კარგად მომზადებული ეს გამოყენება. თუმცა, რა თქმა უნდა, დადებითი შედეგები იყო ნანახი. და შემდეგ უკვე 30-იან წლებიდან დაწყებული, აი ჩვენს ყოფილ საბჭოთა კავშირში და პირველ რიგში საქართველოში დაიწყო ესეთი აქტიური თერაპიული კვლევების და პირდაპირ გამოყენება ფაგების, რომელიც ძალიან დიდი ნაწილი, რომელსაც სწორედ ხდებოდა ჩვენს ბაქტერიოფაგის, ელიავის სახელობის ბაქტერიოფაგის ინსტიტუტში შემუშავება პრეპარატების, რომლებიც გამოიყენებოდა მკურნალობისთვის. და ამიტომაც არის, რომ რაღაც ეს გამოცდილება არის დაგროვილი ჩვენთან, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ აი ესე ვისაუბროთ შემდეგ ბაქტერიოფაგებზე. ეხლა რა არის, რატომ არის, რომ ბაქტერიოფაგებს ჩვენ ვირჩევთ და ვაძლევთ უპირატესობას დღევანდელ დღეს, თქვათ, ანტიბიოტიკებთან შედარებით. პირველ რიგში, იმიტომ რომ ისინი არ აზიანებენ, არ მრავლდებიან უძველეს უჯრედებში და არ აზიანებენ მათ, ხო? მათი მაღალი სპეციფიურობა ასევე იძლევა იმის საშუალებას, რომ მათ არ დააზიანონ ნორმალური მიკროფლორა, მათი გამოყენების დროს. შემდეგ ისინი არ არჩევენ სხვათა შორის მრავლობით თუ საერთოდ ზოგადად რეზისტენტულ ანტიბიოტიკურ რეზისტენტულ ბაქტერიებს, არა და ცნობიერი ბაქტერიებს თანაბრად ეფექტურად შეუძლიათ რაღაც გარკვეული სახეობების ან შტამების, ბაქტერიების შტამების, თქვათ, დაზიანება. და რადგანაც ეს ფაგები არის ბუნებრივი შემადგენელი ადამიანის ორგანიზმის, ამიტომაც უფრო ადვილად გადაიტანება და გადაიტანება როგორც სამკურნალო საშუალება ჩვენი ორგანიზმიდან, ვიდრე ანტიბიოტიკი, თქვათ, რომელიც მისთვის უცხო ნივთიერებაა. კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შეუძლია მან ესე იგი ბიოფილმების შეღწევა მოახდინოს ბაქტერიოფაგმა. და იმიტომ რომ შეუძლია რომ დეპოლიმერიზული აქტივობა განავითაროს და ასეთნაირად დაშალოს თქვათ მატრიქსია ბიოფილმის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანტიბიოტიკებისთვის ეს ძალიან გაძნელება. ცნობილია რომ ესეთი ბიოფილმების ესეთი მიბიარი ეფექტები ძალიან ძნელად სამკურნალოა. და ბოლოს ესე იგი რადგანაც თვითონ შემზღუდავი თვისებები აქვს, ამიტომ მათი აკუმულირება გარემოში ნაკლებად ხდება, არ ხდება, ნაკლებად ხდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა რაც შეეხება ფაგებს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ფაგოთერაპიისათვის, ესენი არის ბუნებრივად არსებული მოცირკულირე ფაგები, რომლებიც შეიძლება სწორედ იყოს ბუნებრივი ევოლუციის შერჩევის შედეგად მიღებული როგორც ჰიბრიდები და ასევე შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული აშმუტანტები, ანუ ეს არის, რომელსაც გაფართოებული სპექტრი აქვს სწორედ რეცეპტორული აპარატის ცვლილების ხარჯზე, მაგრამ ესენი ბუნებრივი ფაგებია. დღესდღეობით არსებობს მოსაზრება და ესეთი ტენდენციაც, რომ იყოს გამოყენებული გენურ ინჟინერულად, თქვათ, მომზადებული, შექმნილი ფაგები, რომელსაც შეიძლება ზუსტად მხოლოდ ის თვისებები ჰქონდეს, რაც ჩვენ გვინდა. ხო, ფართო სპექტრი ჰქონდეს ასე შემდეგ. მაგრამ ისევე როგორც ყველა ასეთ ორგანიზმს, მაგალითად გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, ჯერჯერობით ესე უნდობლობით უყურებს საზოგადოება, ამიტომ ეს ნამდვილად მომავლის საქმეა, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ბუნებრივ ფაგებზე საუბრობთ, როდესაც ფაგოთერაპიაზე ვაყარებ. ეხლა თვითონ მიმართულებები და სფეროები მედიცინით ფაქტობრივად არ არის დარჩენილი, სადაც არ შეიძლება და არ ყოფილა გამოყენებული ფაგებით მკურნალობა. ფაქტობრივად ყველა სფეროში შეიძლება იყოს გამოყენებული და მათი გამოყენების სახეც არის მრავალნაირი. ამაზე ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, როგორც გარეგანი, თქვა დაწყებული, შემდეგ პეროს გამოყენება, ცხვირში ინჰალაციები, რექტალურად, ინტრარექტალურად, ვაგინალურად და ასე შემდეგ.
ხო, გარდა ამისა, თვითონ კანქვეში, კუმში და ვენაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინტრამენულად გამოყენება. ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია განსაკუთრებით გენერალიზებული ინფექციების დროს. ფაგების ტიპები. სამკურნალო, ვისაც ვლაპარაკობთ თერაპიულ ფაგებზე. ეს არის შეიძლება იყოს მონოვალენტური ფაგები, რომლებიც მხოლოდ ერთი ფაგისაგან, კლონისაგან შეიძლება შეითქვას შედგება, მაგალითად სტაფილოკოკური ფაგი, რომელსაც ძალიან ფართო სპექტრი აქვს, ბევრი სხვა თვისებები, რაც მას ასოცირებს საშუალებას მარტო მიბრძოლოს, ასე ვთქვათ. და არის ძირითადად პოლივალენტური პრეპარატები, რომლებიც ვთქვათ ერთი სახეობის რამდენიმე ტიპის ფაგისაგან შედგება და ესეთია მაგალითად სარმონელოზური ფაგები და ასე შემდეგ, პოლიფაგები. და ყველაზე ხშირად ამბობენ დროს, რაც გამოდის ჩვენი პრეპარატები, მაგალითად არის მაინც ნარევები. ფაგების ნარევები, ანუ ეგრეთ წოდებული კოქტეილები, რომლებიც სხვადასხვა სპეციფიური ფაგებს შეიცავენ, რამდენიმე კომპონენტიანი ეს. ეს შეიძლება იყოს თხევადი, მშრალი, აეროზოლები, სუპოზიტორიები და ბევრი სხვადასხვა სახით. დავისთავად. ეხლა აქ უბრალოდ მაგალითად ვიხილავ ჩვენ შემადგენლობას პიობაქტერიოფაგის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბაქტერიოფაგია, ჯერ კიდევ დერელის დროიდან წამოსული რეცეპტურით, ესე ვთქვათ, რომელიც შედგება 5 კომპონენტისაგან. ეს არის სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, საწინააღმდეგო, პსევდომონას აერუგინოზა, პროტეუსი და ეშერიხია კოლი. ხო? და ეს არის გამოყენების ძალიან ფართო არეალი აქვს, მაგრამ ძირითადად ჩირქოვანათებითი პროცესების დროს გამოიყენება წინა ოპერაციული, პოსტოპერაციული, თქვათ, დამუშავებისთვის, სხვადასხვა ჭრილობათა ინფექციები, დამწრობის ინფექციური ოტომიელი და აბსცესები და ბევრი სხვადასხვა. და ხშირად ძალიან ეფექტურია. რა თქმა უნდა, დამოკიდებულია მაინც ტესტირება, ყველა შემთხვევაში არის რეკომენდირებული ცნობილობაზე. სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგი პირიქით მონოკლონური პრეპარატია, რომელიც ძალიან აქტიური არის და დიდი პროცენტი აქვს დაფარვა სტაფილოკოკური შტამის 85%-მდე და მათ შორის ასევე თანაბრად, ესე იგი, MRSA შტამები, რომელიც დღეს ერთ-ერთი პრობლემური იცით, რომ ანტიბიოტიკორეზისტენტული შტამებია სტაფილოკოკის. და მათი გამოყენება სხვადასხვა გზით შეიძლება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტრავენული გამოყენებისთვის. როცა თქვათ შეიძლება სეპსისი იყოს, დესტრუქციული პნევმონია იყოს, ოსტეომიელიტები და ასე შემდეგ. ეს სტაფილოკოკური ფაგი, როდესაც ის ინტრავენულად შეიყვანება, რა თქმა უნდა, უფრო ადვილად აღწევს სხვადასხვა ორგანოებს და ესე იგი ახდენს იქ მოქმედებას, ხო? ესე იგი, ეს არის სწორედ ერთ-ერთი წინაკლინიკური გამოცდის დროს მიღებული სურათი, როდესაც ბაქტერიოფაგი მოხვდა ღვიძლის ქსოვილის შიგნით, ბაქტერიოფაგი მის პატრონებასთან ბაქტერიას წაყვა, ასე ვთქვათ. და სწორედ ახდენს იქ სწორედ აბსორბირებული, არ ვიცი ხედავთ თუ არა თქვენ, მაგრამ ეს არის ეს არის სტაფილოკოკური უჯრედები და აი ფაგების ხედავთ აბსორბირებულს მის ზედაპირზე. სხვა მაგალითები ბაქტერიოფაგების უკვე ნაცვლაური ინფექციებისთვის, ვთქვათ, ეგ არის სალმონელას ფაგი, რომელიც პოლივალენტურია 11 კომპონენტის სალმონელას სხვადასხვა სეროტიპი ენტერიკას სხვადასხვა სეროვარების სეროტიპების მიმართ არის. დიზენტერიული ფაგი, რომელიც 4 სახეობის შიგელას მიმართ არის და ინტესტიფაგი, რომელიც თითქმის 20-მდე კომპონენტს შეიცავს და ეგ ჩამოთვლილია სწორედ ეს კომპონენტები. რა თქმა უნდა, ფაგების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანი არის სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების სამკურნალოდ. დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის, როგორც განვითარებული, ისე განვითარებულ ქვეყნებში. და სხვადასხვა ჰოსპიტალებში შეიძლება ეს პროფილიც ამ ინფექციების და პათოგენების სხვადასხვა იყოს. და იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გამოთქვაც კი არსებობს, რომ აი ეს მოტანილი მაგიდევას, რომ ესე იგი დააგრამდადებითი პათოგენებისთვის რაღაცა უკეთესი წამალი გვინდაო, მაგრამ გრამოვარყოფითისთვის ნებისმიერზე თანახმავართ. აი დაახლოებით იმდენად გაჭირვებაა. და ამ შემთხვევაში სწორედ ბაქტერიოფაგები ძალიან მნიშვნელოვანი არიან. და ჯერ კიდევ 2015 წლის სტატია თუ არ ვწდები, როდესაც აი ესეთი შეძახილით იყო ეს სათაური გაკეთებული, რომ სასწრაფოდ უნდა დაუბრუნდეთ ფაგოთერაპიას დაახლოებით ასეთი. ეხლა დღეს რა ხდება ამ შემთხვევაში? დღესდღეობით FDA-ის მიერ დაშვებული არის
რომ ესე განსაკუთრებულ შემთხვევაში, გადაუდებულ შემთხვევაში, როცა სხვა საშუალებები არ მუშაობს, შეიძლება რომ პაციენტისთვის პაციენტის სამკურნალოდ გამოყენებული იქნას ბაქტერიოფაგული პრეპარატები, რომელიც სპეციალური ბანკიდან იქნება, თქვა, კვლევითი ბანკიდან იქნება, თქვა, ამოღებული და თუნდაც რა თქმა უნდა დახასიათებული ფაგები უნდა იყოს. და აი აქ წერია სწორედ როგორ უნდა იყოს დახასიათებული, რა უნდა იყოს შემოწმებული. უნდა იყოს გაკეთებული სრული გენომის სეკვენირება, იმისაც რომ არასასურველი გენების არსებობა იყოს გამორიცხული. რა თქმა უნდა, შემოწმება ეს სავალდებულოა და ყველა ფაგური პრეპარატი დღეს წესი მოწმდება, ეს არის სტერილობაზე, უსაფრთხოებაზე და სტაბილობაზე. და რა თქმა უნდა, ესე იგი, თუ ლაპარაკობთ ჩვენ პრეპარატზე, რომელიც უნდა მას გამოვიდეს, ასე ვთქვათ, წარმოება მოხდეს მისი, მაშინ მას აუცილებლად ჭირდება, ესე იგი, რეგულირებადი, ესე იგი, კლინიკური კვლევები, როგორც ისევე, როგორც სხვა პრეპარატებს. პერსონალიზირებული თერაპიის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ესეთი მოთხოვნა არ არის, მაგრამ აი ეს დამახასიათებლები, რაც არის საჭირო, ეს უნდა გაკეთდეს. და რა თქმა უნდა, ოღონდ იმისაც, რომ ამ ყველაფერმა იმუშაოს, ეს გაიდლაინები უნდა იყოს საკმარისად პრაგმატული. იმიტომ რომ თქვათ იქ დრო თამაშობს ძალიან დიდ როლს და ამიტომ თუ ძალიან კაცრი იქნება ეს თქვათ მოთხოვნები და ძალიან დიდხანს გაიძელება, ამ შემთხვევაში პაციენტი შეიძლება დაიფუქოს, ხო? ეხლა არის ესეთი პერსონალიზირებული მკურნალობა ფაგები ძირითადად ეხლა რამდენიმე ქვეყანაში უკვე ხდება, მაგრამ საქართველოს პირველწყარო ჩვენი ფაგოთერაპიის ცენტრი და საერთოდ ეს გამოცდილება რაც იყო აქ და სხვადასხვა პოლონეთშიც იყო ხდებოდა ეს ინდივიდუალური მკურნალობა, თუმცა არა ამ მასშტაბით და უფრო კონკრეტულ დაავადებებზე და ბელგიაში ასევე მაგისტრალური პრეპარატების გამოყენების პრაქტიკა არის ახლა და ამის შესაბამისად ისიც აქვს რეგულაციაც აქვს, რომელსაც ისინი იყენებენ. ნუ ახლა ბევრი კლინიკური კვლევები მიმდინარეობს ბოლო 20 წელიწადში, ბოლოს 20 თუ რამდენი გამოდის 15 წელიწადში, 20 კვლევა ჩატარდა სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ინფექციებზე. მათ შორის 2016-17-ში საქართველოში იყო ჩატარებული კვლევები საშარდე ინფექციებზე, ოღონდ ესე იგი პროსტატის ოპერაციის, ტურის ოპერაციის შემდგომ პერიოდში ეს იყო ქართული შვეიცარიული კვლევა ჩატარებული. ამჯერადაც არის ჩამოთვლილი კვლევები, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რომელთა შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის ბოლომდე, რომელიც ეხება სხვადასხვა სახსრების ინფექციებს, ხელოვნური სახსრების, თქვათ შეიძლება ეს იყოს ბავშვებშიც კიდევ ტაშკენტშიაც კი მიმდინარეობს კლინიკური კვლევა, ესე იგი რანდომიზებული, რომელიც დარეგისტრირებულია ამ ოფიციალურ საიტზე და საქართველოში ცოტა ხნის წინ აი სწორედ ფაგოთერაპიის ცენტრის ბაზაზე მცირე კვლევა ჩატარდა, მცირე მასშტაბის, მაგრამ რანდომიზებული, რომელიც ეხებოდა ის ინფექციის ჭრილობათა ინფექციების მკურნალობას ბაქტერიოფაგებით და რომელიც ვოლტერიდისთან ურთიერთქმედებით ჩატარდა. ეხლა საბოლოოდ, ეხლა რაც შეეხება ბაქტერიოფაგების გამოყენებას, რომელზეც ბევრი ლაპარაკი იყო დღეს ერთიანი ჯანმრთელობის კონცეფციასთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, დღეს ყველაფერი სწორედ ასე განიხილება, ძალიან ესე იგი ფართოდ აღიარებული მდგომაა, რომ ჩვენ ცალ-ცალკე ვერ განვიხილავთ დაავადების ცხოველების, ადამიანების, თქვა მცენარეების თუ გარემოს, რომ ყველაფერი ერთმანეთთან არის გადადებული. ამიტომ იმდენად რამდენად შეიძლება მაგალითად მცენარე ფიტოპათოგენი გახდეს უცებ ადამიანის ოპორტუნისტული პათოგენი და ასე შემდეგ. ისევე როგორც ცხოველები და ვიცით ანთროპოზოონოზები როგორ ვრცელდება და ასე შემდეგ. ამიტომ ფაგები სწორედ ძალიან ალბათ ყველაზე კარგად მიესადაგება ამ კონცეფციას. იმიტომ რომ ესე იგი აი შეიძლება რომ ინფექციის კონტროლი გაკეთდეს არა მარტო ადამიანების შემთხვევაში და ჰოსპიტალებში და ასე შემდეგ, არამედ შეიძლება გაკეთდეს ცხოველებში, რომელიც საკვებად გამოიყენება, ხო? აკვაკულტურაში, თქვათ, იგივე შეიძლება რომ გამოყენებული იქნას გარემოს სანაციისთვის, თქვათ, გარემოს მონიტორინგისთვის და ასე შემდეგ. და თავად ესე იგი მცენარეების დაავადებების საწინააღმდეგოდ, რაც არის ერთ-ერთი საშუალება, რომ ბიოაგრომეურნეობა განვითარდეს. ეს ძალიან დიდი თემებია, ცალ-ცალკე თემები, რომელსაც ვერ შევეხებოთ და არც არის ალბათ საინტერესო ამ წუთას, მაგრამ ეს პერსპექტივა არის და ვითარდება. აი ეს არის ბოლო სლაიდი, რომელიც მე მინდოდა რომ ეჩვენებინა. დიდი მადლობა. ეს არის პირველი ნაწილი, მეორე ნაწილიც რომ რა ვქნა